ეს კარი. რანა მუსიკა და დაპირეკო თქვენმა გამომძიებლებმა მერე გამოკითხვაზე და დაკითხვაზე ბავშვის მისმის. ვინ მოვა თქვენთან? თუ მონები და რეჟიმის მსახურები ხართ, არავინ არ გენდობით, არასდროს მოვალთ. კარი აქვს ჩაკეტილი, შეხედეთ. გახსენით ეს კარი, გახსენით. შეხვედრა გვინდა რა, მკვლელები ვართ აქ თუ ბანდიტები. დაზარალებული ჟურნალისტები ვართ მოსული და ვითხოვთ რომ ზიას მიანიჭოს დაზარალებული სტატუსი. აბა რის საფუძველზე არ ანიჭებს, რა არგუმენტი აქვს? ხალი აწამეს, არა ადამიანურად მოატყნენ, დაამცირეს და პასუხი არ მოგვისმენია, რისთვის არსებობს ეს უწყება. რატო იღებენ საერთოდ ხელფას მოსართავად, ვერ გააправებენ ეგრე, ვერ გაიმართლებენ თავს. მოვედით, რამდენი დაზარალებული ჟურნალისტია, გადახედეთ, აბა. ალექსანდრე ქეშელაშვილი, პუბლიკის ჟურნალისტი. ცხვირპირი აქვს დალეწილი. კაც რამდენიმე ოპერაცია დასჭირდა, გაძარცვეს. ნივთები დღემდე არ დაუბრუნებიათ. ეს უწყება, ეს მკვდარი ხომ უნდა იწიებდეს მაგას. ნახეთ როგორი რეაქცია აქვს. ეს არის ივანიშვილის მონა. აბა როგორ არ დაუძახო, არ გხვდება და აბა რა ვქნა? გაკიდავდა მონა! გახსენი კარი! მე ნუ მივიღებ, შები მიიღე! გახსენით ეს კარი, გახსენით. ხო არ მოვაწვევით მართლა გინდათ რომ მოვაწვევით, გახსენით. უთხარით ჟურნალისტები ვართ და თუ საჭირო გახდა მოვაწვევით. გახსენით, კარი გახსენით. კარი გახსენით, ბოქრომი ახსენით. გახსენით ეს კარი. გამოდი! თავისუფლება ზიას! სასჯელი გებუადეს! გახსენით ეს კარი, გახსენით!